დღეს მინდა განახოთ უშუალოდ რა ფუნქცია აქვს სისტემას თუ არ გინდათ ყოველწლიურად სისტემაში შესვლა და თქვენი ანალიზების გადათვალიერება, ასე ვთქვათ რა. ასევე სისტემას შეუძლია ამ ყველაფრის დაექსპორტება. აი აქ არის ხელმარჯვნივ ზედა მარჯვენა კუთხეში არის ღილაკი ექსპორტი. და ჩვენ ამ ექსპორტს როგორც კი დავაჭერთ, გენერირდება რიპორტი, რომელიც ფაქტიურად მოიცავს ყველა იმ საკვანძო ინფორმაციას, 21 გვერდიანი დოკუმენტია, რომელიც უკვე თქვენ შეგიძლიათ თქვენ თვითონ გადაათვალიეროთ, აქ ძალიან ბევრი ინფორმაცია არის. ანუ ეს არის დოკუმენტი, რითიც ფაქტიურად შეგიძლიათ ისწავლოთ ძალიან ბევრი რამე, როგორც თქვენ სხეულზე. ისე ზოგადად სამედიცინო მიმართულებით თითოეულ, ასე ვთქვათ, ფუნქციონალზე რა ჩვენი ორგანიზმის და თითოეულ სიხასრალის ინდიკატორზე. მე ხა აი გავხსნით, ვთქვათ, ანალოგიურად ჩემს რიპორტს, რომელიც დაგენერირებული მაქვს უკვე. ხედავთ აქ გადმოტანილი აქვს ეს ჩვენი ბიოლოგიური ასაკი, გვეუბნება რომ რაც არის იასამნისფერში და მწვანეში, მწვანე არის excellent და ანუ საკმარისი არის იასამნისფერი და თუ რაიმე არის გაყვითლებული ან გაწითლებული, თქვათ, ეს უკვე საჭიროებს დამატებით ყურადღებას. და აქ უკვე ჩამოთვლილი არის ის 13 ფუნქციონალური area, ასე ვთქვათ, მიმართულება და გვეუბნება თითოეულზე რა მოქმედებს. მაგალითად, ამ შემთხვევაში ვთქვათ, კუჭნაწლავის სისტემის ფუნქციონირებაზე, რომელიც ჩემ შემთხვევაში ხა 90%-ია, მოქმედებს აი სხვადასხვა ანალიზის ინდიკატორი, ეს არის ქოლესტერინი, ცილა, LDL ქოლესტერინი, ბილირუბინი, მონოციტები და ასე შემდეგ. ამის შემდეგ თქვენ რაც წინა მოდულში ვილაპარაკეთ ჩვენ შეფარდებები რომ იყო და კალკულაციები, ის ერთ-ერთში გადმოტანილი არის აქ. პირდაპირ შეგიძლიათ ნახოთ, აი ხა აქ ეს არის სათითაოდ მაგალითად, ხო? აი ავიღოთ მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ტესტოსტერონი, რამდენი იყო თავისუფალი ტესტოსტერონი არის, performance range-ში არის, გვეუბნება მარჯვენა მხარეს რას ნიშნავს, რას აკეთებს ტესტოსტერონი, არის ორი ზღვარი, სამედიცინო და performance-ი და ასევე ასე არის ჩამოთვლილი 51 ანალიზი. ამის შემდეგ უკვე მიუყვება რიპორტი და უკვე ნახულობთ თქვენ აი ამ შეფარდებებს, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ხო? ერთ-ერთი იყო მათ შორის რკინაზე ვისაუბრეთ წინა, რომელიც არის ასე ვთქვათ MCV, ეს არის ერითროციტების საშუალო ერითროციტების ანუ წითელი სისხლის უჯრედების საშუალო მოცულობა თვითონ ერითროციტებთან ჯამურად შეფარდებით, რომელიც მიუთითებს, მეც არ ვიცოდი ეს და ძალიან საინტერესო არის, მიუთითებს პოტენციურად რკინის დანაკლისზე. ასე არის ძალიან ბევრი, რასაც აქ ხედავთ, არის როგორც წესი ორი ინდიკატორიანი, ერთი გაყოფილი მეორეზე, რომელიც კიდევ უფრო დამატებით სიზუსტით განსაზღვრავს ჩვენს, ასე ვთქვათ, სამედიცინო სურათს და ჩვენს ჯანმრთელობის სურათს. და ასევე არის კალკულაციები, როგორც ვთქვით, რაც სისტემაში ნახეთ, წინაზე იგივე არის გადმოტანილი აქ. აქ არის შესაბამისი ახსნები, თუ რის გამო არის ეს, ვთქვათ, და რა ეს, ასე ვთქვათ, კალკულაცია რას მოიაზრებს და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩემი აზრით, ეს თვითონ რიპორტი მრავალ მხრივი გამოყენება შეიძლება გქონდეს და ერთ-ერთი შეიძლება იყოს ის, რომ თუ თქვენს პირად კურნალ ექიმს რაღაც დამატებითი ინფორმაცია ჭირდება თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან თუ მდგომარეობის შესახებ, ეს რიპორტი კიდევ უფრო ზუსტად მიუთითებს იმ პოტენციურ პრობლემებზე და უფრო ადვილად შეიძლება პირობითად ჯანმრთელობის მდგომარეობის და პრობლემების ამოხსნა, ვიდრე ცალკე უბრალოდ აი ვთქვათ ასეთ ანალიზს რომ შევხედოთ. რა თქმა უნდა, ეს ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეს არის იმის ინფუთი, თუმცა ყველაზე დიდი და ყველაზე ძვირფასი, ასე ვთქვათ, ცოდნა არის არა უშუალოდ ეს ანალიზი, არამედ ამ ანალიზის ინტერპრეტაცია. და ზუსტად აი ამ ინტერპრეტაციას გვთავაზობს ჩვენ Vitality-ის, ასე ვთქვათ, ეს პორტალი.